Читайте, смотрите, смотрите. Цецкли режим. Цурпрокурор. Эцгайди. Сараматва. Цецкли цурпрокуратура. გაჩნდები ჩემი. კი, უკანონო პატიმრობაში ვიდეოქავს ჩემი კოლეგა და მეგობარი ზიანამაყრობელი არ გეგრისება მოსვენება. შეიძლება. გაათავისუფლე და მოვითხოვე მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. რა შეიძლება რა? რატომ ხავს უკანონო პატიმრობაში ზიანამაყრობელი? კომენტარს ვაკეთებ. ხომ გადასტურდა დღეს ექსპერტიზ დასკვნითაც რომ არნაირი სილის გაწვრის შედეგად თქვენს პოლიცმაისტერი გებუაძეს არ მიუღია არნაირი დაზიანება. არა, თქვენის მრავლდება ემყარება სრულ რაღაცა სიგიჟეებს. სიშლეგებს, მეც არ ამას, ვითომ deep state და რაღაცების მანერები და მოჩვენებები რო ქონდა თქვენს ოზურგეთის პოლიციას. როდის გამოუშვებთ, როდის მოიჭრებთ ზიანამაყრობელის გათავისუფლებას? როდის სიმშვიდეს როგორ პოულობთ? ხომ მშვიდობა გაქვთ ვითომ და როგორ პოულობთ უდანაშაულ ადამიანი ციხეში ყავთ? შვიდადო არის. ზიას როდის მოითხოვთ რომ გაათავისუფლოთ? არ დაგაცნით. გაათავისუფლეთ ზიანამაყრობელი. არა, რა გაიგეთ? სულ ჩვენებების გამო და ბრალდების გამო პასუხს აგებთ. რეჟიმი რომ შეიცვლება და ბიძინა რომ აღარ გეყოლება და რუსული რეჟიმი სისხლის სამართლის წესით აგებთ პასუხს. ევონდა სასამართლოს კომისია. სულ პროკურორი. სასამართლოს სამედიცინო ცეცხლი ოლიგარქია. მომაც დეტალურად ისაუბრა მის მიერ ჩატარებულ საექსპერტო კვლევებთან დაკავშირებით. მან ექსპერტიზა ჩაუტარა როგორც დაზარალებულს ირაკლი გებუაძის ასევე ბრალდებულს გაუწია ამბობს. შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის. რაც შეეხება მოწმეებს, დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების მხარებში ამცირა დასაქმებელთა მოცულობა. ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადასტურებულია სხვა არაერთი პირის ჩვენებით, მათ შორის ვიდეო ჩანაწერებითაც, ის მოწმეები, რომლებიც იგივე ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ თავიანთ გამოკითხვის ოთახებში, ბრალდების მხარე აღარ დაკითხავს ამ მოწმეებს და შესაბამისად ამით ხელს შეუწყობს სწრაფი მართლობის განხორციელებას მოცემულ სასამართლოს საქმეში. მოწმეთა ჩვენებები თანხმედრაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეზე წარმოქმნილი ვიდეო ჩანაწერთან. ის გარემოებები, რასაც მოწმეები აღწერენ, სწორედ იმ თანმიმდევრობით არის აღბეჭდილი ვიდეო ჩანაწერებზე, როგორც ეს მოწმეები აღწერენ ამ ფაქტობრივ გარემოებებს. მოწმეების მოხსნას კიდევ ერთხელ განმარტავ, ერთადერთი მიზანი იყო, რომ სწრაფი მასშტაბურება განხორციელდეს და ის გარემოებები, რაც უკვე დადასტურებულია ვიდეო ჩანაწერებით არაერთი მოწმის ჩვენებით, ამის ვთქვათ, ისეთი მოწმეების დაკითხვა, რომლებიც იგივე გარემოებებს ადასტურებენ თავიანთ გამოკითხვის ოთახებში, ამ მოწმეების დაკითხვა არ შეიძლება სასამართლოს. რაც შეეხება ვლადიმერ ჩიტაიასთან დაკავშირებით, მან შეკითხვას აღნიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჩვენებობის სასამართლოს გამოძიებელმა მას როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ დაუსვა შეკითხვები ამ ექსპერტიზის ჩატარების საფუძველზე მიმართებით ამ ინფორმაციულ პატაკის შინაარსთან დაკავშირებით და შესაბამისად ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მას უწოდებული აქვს. და ექსპერტიზას დიახ. დიახ. შესაძლოა მას აღწევს კომპიუტერი ყოფილი სხვა დაზიანება. აი ამ რაზე მიანიშნებს დაზარალება განხორციელდა გამაყოლოს საექსპერტო კვლევისას აღნიშნებოდა ორი სისხლნაშხები მარცხენა მხრის არეში, როგორც თავად ექსპერტს განმარტა, მან ეს დაზიანებები მიიღო შეხლა შემოხდის და ჭყლეთის დროს და პოლიციის თანამშრომლობის მიმართ რაიმისანის პრეტენზია არ დაუფიქსირდა. იგივე განმარტება გააკეთა ფაქტორებზე ტენდენციურ დაწესებულებას შესახებისას, როდესაც მას ასევე აღმოაჩინა ეს დაზიანებები და განმარტა, რომ ეს დაზიანებები მან მიიღო შეხლა შემოხდისას ჭყლეთისას საფრთხესო აქციის მიმდინარეობის დროს და პოლიციის თანამშრომლობის მიმართ რაიმისანის პრეტენზია არ დაუფიქსირდა. ასევე არ დაუფიქსირდა პრეტენზია ტენდენციური სამსახურის თანამშრომლობის იგილიაში დარჩა მარკო. სულ ზიას პანრო დაკავებენ. ცეცხლი ოლიგარქია. სხვა მოწმის დაკითხვა არ დაუყოვდა. მისი ატაკის შემდგომ საქმეში ჩატარდა საპროცესო მოქმედებები. კერძო დაინიშნა
საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა, ასევე მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება, რაც გადაგზავნილი იქნა საექსპერტო დაწესებულებაში. ამ გარემოებებთან დაკავშირებით, რა იყო ამ ექსპერტიზის დანიშნვის საფუძველი? კონკრეტულად რა გარემოებების დადგენის მიზნით დაინიშნა ეს ექსპერტიზა და ასე შემდეგ. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელმა, რომელიც დაიკითხა რამდენიმე სხდომით ადრე სასამართლოს და დაცვის მხარეს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და ჰქონდა ეს შეკითხვები, გაუგებო სწორედ აღნიშნულ პირს და მიაწოდა მან დეტალური ინფორმაცია, როგორც დაცვის მხარეს, ბრალდების მხარეს და სასამართლოს. ბატონ თორნიკე, თქვენ როგორც სამცირებელ სწავლობთ, ეს როგორც ჩამომიშალათ ექსპერტმა ეს აგრეგული სქემა და პირდაპირ თქვა სიცოცხლე არ მოიშალეთ. მიუხედავად თქვენ ძალიან გულით რომ მას ეთქვა, ამ ყველაფრის შემდეგ ადეკვატურად ჩახსენეთ. ვის შეგეშინათ? ჯერ ერთი ექსპერტს არ უთქვამს, რომ სიცოცხლე არ ნიშნავს ტკივილს. ექსპერტი განმარტა, რომ სიცოცხლე ასე ჩანს და შესაბამისად ვერ გახდება საექსპერტო კვლევის საფუძველი და ასევე სახე მაგრამ არ თქვა. თუმცა თქვენ გინდოდათ რომ ეთქვა რომ ჩვენ არაფერი არ გვინდოდა, ჩვენი შეკითხვები მიმართული იყო მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტკივილთან დაკავშირებით, განიცადა თუ არა კონკრეტულად ტკივილ ფიზიკურ ტკივილი, ექსპერტმა განმარტა სასამართლოს ხომაზე, რომ სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის საგანს არ წარმოადგენს კონკრეტულ პირთა შეგრძნება კონკრეტულ სიტუაციაში, რა იქნება კონკრეტულად, რა განიცადა კონკრეტულად. ექსპერტიზის საგანს წარმოადგენს დაზიანების ხარისხის შეფასება, ხანდაზმულობის შეფასება. და მან თქვა რომ დაზიანება არის. დიახ, დაზიანება საექსპერტო კვლევის დროს იაკობ გებუაძეს არ აღენიშნება. მასივა გააცნა ზიამაყო, ხო? კიდევ ეხლა იმ ყველაფრის მერე რაც მისმენთ, უბრალოდ მართლა გულწრფელად მაინტერესებს, კიდევ ფიქრობ რომ ზიამაყოს სისხლის სამართლის დამუშავია. ზიამაყოს ბრავად წარმგენელი დანაშაულებული კრედიტების ჩადენა ნახეთ. წარმგენელი ამას არ გეკითხები. რაც ზემოდან იქნება, ბატონ თემი ამას არ გეკითხებით. ეს კორექტულობა და კონსტრუქციული დიალოგი შევინარჩუნოთ, ხო? დღეს რაც მოვისმინეთ ყველა, იმ ფონზე თქვენ პროკურორი რომელიც სხდომაზე მითხარით რომ 7 წლიანი გამოცდილება გაქვთ, ხო? აი ამ ფონზე მეთქვით რომ ისევ შეგვიძლია დავისაბუთოთ რატომ არის ზიამაყოების სისტემა. ექსპერტიც ამბობს რომ დაზიანება დაზიანება. ექსპერტიზა ჩატარდა 12 იანვარს 9 საათებში. აქტიურად 12 იანვარს ზიანის გარეშე 12 იანვარს ღამის დაახლოებით 1 საათს. შესაბამისად საექსპერტო კვლევა ექსპერტთან დაზარალებული წარდგენილი იქნა, ბუნებრივია თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ბუნებრივია ამდენი ხნის განმავლობაში სიცოცხლის შენარჩუნება, რაც მას აღენიშნებოდა თავდასხმიდან რამდენიმე წუთის შემდგომ, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ის გარემოება, რომ თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდგომ სიცოცხლე არ აღენიშნებოდა და ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა დაზარალებას, არ ნიშნავს იმას, რომ თავდასხმას ადგილი არ ქონია და შესაბამისად დანაშაულს ხوارამის ქონოდა ვერ ჩაიჭმებოდა ზიანის და რატომ არის სისხლის სამართლის დანაშაული რატომ არის სისხლის სამართლის დანაშაული ეგ დამისაბუთებს ხო ამას ვთქვათ როდესაც ჩვენ ნახეთ თავში ბოთლო ჩართმული და თავზე გადამყრეული პოლიციელები რამდენი საქმე შემიძლია გაგახსენოთ მინიმუმ ნახეთ ძალეწილი პოლიციელები რო ამტკიცებენ სასამართლოს ხდომებზე რომ ცემეს პოლიციის შენობაში მაგრამ ყველანი გარეთ არიან ადმინისტრაციული საქმეა რომელსაც განიხილავს სხვათა შორის ადმინისტრაციული საქმის მოსამართი და პირველად იხილავს სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციაც არ აქვს მაინც დაადასტურა ეს ყველაფერი უბრალოდ მინიმუმ უხერხულობას არ გიჩენთ რომ ზია ამაღლობებს არასწორ რაოდენობას ხედავთ რატომ არის დანაშაული რატომ არის ეს ქმედება დანაშაული პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ცალსახა არის გამოკვლეული მტკიცებულებები თუ არა დადასტურდა ამ პროცესში მზია ამაღლობელი იმყოფებოდა საპროტესტო შეკრებაზე სადაც ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას ამ მოვალეობის შესრულების პროცესში მისი სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებული ზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი გებუაძეს და
ძალადობრივი ქმედება განახორციელა მის სამსახურებელ საქმიანობას. რაც შეეხება სიტყვით აქონია 12 საათის შემდეგ რაც შეეხება საერთო სასამართლოების პრაქტიკას მსგავს დანაშაულებთან დაკავშირებით. საერთო სასამართლოების პრაქტიკას. არ არსებობს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო განმარტა, რომ ამ ხარისხის ძალადობრივი ქმედება არ შეიძლება იყოს თავისუფლად. იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რაზეც არის საუბარი, იქ საუბარი არის პირად მოტვირთან დაკავშირებით, როდესაც მაგალითად ერთ შემთხვევაში ფიზიკური დაზიანება პოლიციელს მიაყენეს არა იმის გამო, რომ სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდა და სამსახურებრივ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, არამედ მაგალითად იმის გამო, რომ სიგარეტი არ მისცა და ასე შემდეგ. უამრავი გადაწყვეტილება მსგავსი. დიახის ასეა, როდესაც პოლიციელი არ ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას და ამ დროს პირადი მოტივით ხდება მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, თუნდაც უფრო მძიმე დაზიანების მიყენება, ეს კვალიფიცირდება სხვა მაგრამ როდესაც იმ ბრალდებით, რაც ყველაზე აბსურდულია, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში იყოს, სისხლის სამართლის. არა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზიამაყობის წარდგენილი აქვს ის ბრალდება, რაც მან რეალურად ჩაიწერა. ირაკლი გებუაძეს არტკენია, ლოყა წითელი არ ქონდა და მაინც სისხლის სამართლის დამნაშავეა მზია ამას ამბობ. ეს საიდან მოიტანეთ? რაც თქვა დღეს მოწმენ თქვენ არა, მოწმეს ეს არ უთქვამს, მოწმეს ეს არ უთქვამს. ერთი კითხვა, ექსპერტმა. არა, ეს არ უთქვამს. მე გითხარით უკვე და აღიხსენით რაც თქვა. მაშინ ჩიტაია განსაკუთრებით, რომელმაც 3 თვის მერე შემთხვევით გაიგო, რომ ზეამაღლობას ინფორმაცია ზეამაღლობას დაავალეს ირაკლი გებუაძის ცემა. რაც შეეხება მოწმეთა მოხსნას დასაყრდენთა სიიდან, დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების მხარემ შეამცირა დასაყრდენთა სია მოცულობა გამოსაკუთრებით მტკიცებულებებისა იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, დავკითხეთ არაერთი მოწმე, გამოვიკვლიეთ მათ შორის ვიდეო ჩანაწერებით, რომლებიცაც ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდები. ყველა შესაბამისი ელემენტით. ის მოწმეები, რომლებიც მიკითხებული იყო დასაყრდენთა სიაში და დღევანდელ ხდომაზე ბრალდების მხარემ მოხსნა, ადასტურებდნენ ზუსტად იგივე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც უკვე დადასტურებულია სხვა არაერთი მოწმის ჩვენებითა და ვიდეო ჩანაწერით. ამან განაპირობა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანმა განაპირობა მოწმეების მოხსნა.